წყალი უნიკალური ნივთიერებაა. იგი ერთადერთია დედამიწაზე, რომელიც მოკლე ტემპერატურულ შუალედში 0 გრადუსიდან 100 გრადუს ცელსიუსამდე სამივე აგრეგატულ მდგომარეობაში გვხვდება: თხევად, მყარ და აირად მდგომარეობებში. სითხის, ყინულის და ორთქლის სახით. წყლის გაყინვის ტემპერატურაა 0 გრადუსი ცელსიუსი, ხოლო დუღილის ტემპერატურა 100 გრადუსი ცელსიუსი. ყინული უფრო მსუბუქია ვიდრე თხევადი წყალი, ამიტომაა რომ ყინულის ნატეხი წყალში ტირტივებს. წყალი საუკეთესო გამხსნელია და ასე შემდეგ. ეს უნიკალური თვისებები წყლის მოლეკულის აგებულებით და მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთქმედებით აიხსნება. წყლის მოლეკულაში ერთი ჟანგბადის ატომია და ორი წყალბადის ატომი. მათ შორის კოვალენტურ პოლარული ბმაა, სადაც აზიარო ელექტრონული წყვილები, ანუ ელექტრონული სიმკვრივე, გადაწეულია ჟანგბადის ატომისაკენ, მისი დიდი ელექტროუარყოფითობის გამო. ამიტომ წყლის მოლეკულა პატარა დიპოლია, ანუ ორპოლუსიანი მოლეკულა პლუს და მინუს ბოლოებით, სადაც წყალბადის ატომები დამუხტულია ნაწილობრივ დადებითი დელტა პლუს მუხტით, ხოლო ჟანგბადის ატომი დამუხტულია ნაწილობრივ უარყოფითი დელტა მინუს მუხტით. წყლის მოლეკულები, ისევე როგორც პატარა მაგნიტები, საპირისპირო ნიშნის მქონე ბოლოებით უახლოვდებიან ერთმანეთს და წარმოქმნიან წყალბადურ ბმას. ანუ ერთი მოლეკულის წყალბადის ატომი მიიზიდება მეორე მოლეკულის ჟანგბადის ატომით. ეს მოლეკულათა შორისი ურთიერთქმედებაა. აღსანიშნავია, რომ წყალბადური ბმის დასამყარებლად საჭიროა წყალბადის ატომი, რომელიც დაკავშირებულია რომელიმე დიდი ელექტროუარყოფითობის მქონე ატომთან და აქვს ჭარბი დადებითი მუხტი და მეორე მოლეკულაში მყოფი დიდი ელექტროუარყოფითობის მქონე ატომი ჭარბი უარყოფითი მუხტით. წყალბადური ბმა ხორციელდება მეზობელი მოლეკულების წყალბადისა და ჟანგბადის, წყალბადისა და აზოტის, წყალბადისა და ფთორის, ატომებს შორის და სხვა. წყალბადური ბმა კოვალენტურ ბმასთან შედარებით ძალიან სუსტია. წყალბადური ბმის სიძლიერე დამოკიდებულია იმ ატომების რადიუსზე და ელექტროუარყოფითობაზე, რომელთა შორისაც იგი ხორციელდება. ძლიერ წყალბადურ ბმას წყალბადთან წარმოქმნიან ჟანგბადის, ფთორის, აზოტის ატომები, სუსტს ქლორის და გოგირდის ატომები. მართალია, ქლორის ელექტროუარყოფითობა დიდია, თითქმის ისეთივეა, როგორიც აზოტის, მაგრამ ის სუსტ წყალბადურ ბმას წარმოქმნის, რადგან ატომი შედარებით დიდი რადიუსით ხასიათდება. წყალბადური ბმა წარმოიქმნება არა მარტო ერთი და იგივე, არამედ სხვადასხვა ნივთიერების მოლეკულებს შორისაც. მაგალითად, სპირტის წყალხსნარში სპირტისა და წყლის მოლეკულებს შორის, ორგანულმჟავას წყალხსნარში წყალსა და ორგანული მჟავას მოლეკულებს შორის და ასე შემდეგ. მოლეკულები, რომელთა შორისაც ხორციელდება წყალბადური ბმა, ასოცირებულნი, ანუ ურთიერთშეკავშირებულნი არიან. წყალბადური ბმით გამოწვეული მოლეკულების ასოციაცია გავლენას ახდენს ნივთიერების რელრიგ ფიზიკურ თვისებებზე. მაგალითად, წყალბადური ბმა იწვევს ნივთიერების დუღილის ტემპერატურის გაზრდას, რადგან ენერგიის ნაწილი გარდა აორთქლებისა იხარჯება წყალბადური ბმების გახლეჩაზეც. ამით აიხსნება წყლის, სპირტების, კარბონმჟავების და სხვა ნივთიერებების მაღალი დუღილის ტემპერატურები. წყლის მოლეკულებს შორის წყალბადური ბმა 100 გრადუს ცელსიუსზე ირღვევა. წყალბადური ბმა გარკვეულ გავლენას ახდენს ორგანული ნივთიერების ხსნადობაზეც წყალში, იმიტომ რომ გამხსნელისა და გახსნილი ნივთიერების მოლეკულათა შორის წარმოიქმნება წყალბადური ბმები. არსებობს შიდა მოლეკულური წყალბადური ბმა, მაგალითად, ცილის მოლეკულაში. ამრიგად, გავეცანით ატომთა შორის ქიმიური ბმის ერთ-ერთ სახეს, მეტალურ ბმას და ბმის არაძირითად სახეს წყალბადურ ბმას. შემდეგი გაკვეთილის თემა იქნება ატომთა ვალენტობა და ჟანგვის ხარისხი. გისურვებთ წარმატებას.